მინა კანებს დავაცალე რუჭკები რას მიყურებ გოგო რას შუბუშნები ისე მთვრალია ტიპი თვალე რა ვარ დალეული ვარ კი შენ იტან სასმელს ზოგადად კი კაცობა უნდა აგიხსნა რა ტუალეტში სარკია და შეგიძლია იმას აუხსნა კაცობა დამაძინე რატო ხარ ბიჭო ეგეთი ახვარი ბავშვი რა უკენით იცი გვერდითას უფრას აუ არ დაწვია აქ დაგეძინება წინანდელი აუ რა აუ აგიტყდა რა ისა ხარ ვირი ხო ვირი ოპოპი აუ მამა წადირა მოიცა წინაგარებს დავაცალე რუჭკები რაკენი მიხვედი ძმა პოლიკას უყვებოდი რა ვუქენით გვერდითას უფრას მე ბიჭო ისევ ტუალეტი და პაჭოს ოთახი ამერია და შემთხვევით ისევ მივაფსიდებს იმენა ყურში ჩავაფსიდებს პროსტა ბიჭო ჩემი სიდედრი დღეს თურმე ჩემთან დარჩენილა და ახლა ამიკლო ჭხუბით და იმით რა შვილსო როგორ დააფსია ჩემი შვილია მინდა დავაფსავ და მინდა რასაც მინდა იმას ვუზა ვითომ მიაკ სპეციალურად ვაკეთებ რამეს ხო ეგ მაგარი ცუდი ქალია აი ბიჭო ნეტა შემეძლოს რომ ამ ქალის პიროვნება მთელ საზოგადოებას რო დავანახო იქ Facebook-ზე დადებს პოსტებს და თავი ისე მოაქვს წმინდანი კი არა ის არის რა ქვია პაპაიაკა მაგის გაშავება რო შემეძლოს და იქ Facebook-ზე რო დაუწერო კომენტარებში რა ეშმაკიცა აი მილიონს გადავიხდიდე მაგაში მაგრამ არ შეიძლება და რიქვებს გაუმარჯოს სალამი ბოს ბარო პოლიკ რა შვებით აბა გაიოს ვისაშავებ სკოლიდანაა შეკვეთა შემოსული ვა რა დრამაა მითხარიება ვაჭიპს გერისო დაშორებია იასთან დაშორდებოდა ტიპს ვადაგასული მაიონეზის სუნი ასდის ხო და ვაჭიპისგანაა შეკვეთა შემოსული გერისოზე უნდა გავაბაზროთ რომ ფეხის სოკო აქვს და ვაჭიპმა ამის გამო აქეთ დაადო სოკო თელ ქალაქში არავინ დაიჯერებს რომ ვაჭიპს ჰიგიენური საკითხები აწუხებს ეგ ძალიან რთული იქნება ძმაო სამაგი მოთხოვე არტურ შერაშვები ძმა პაჭოზე დაწერე სტატია ვწერავ ძმა ვახსენე რომ კიმჩენინის ნაშატო ეგ არაა საკმარისი დაწერე რომ ევროპაში გადაფრინდა მსხვილი ნაწლავიდან 2 ფუნტი ჩაპრესილი ქვიშა ქირურგიული წესით რომ გამოეტუმბა და უცილებლად ხაზი გაუსვი რომ ექიმები ევროპელები იყვნენ სხვანაირად ამ ხალხს არაფრის ჯერა ან ვაფშე ევროპელი ექსპერტები თქვი რა ევროპელი ექსპერტები მაგრად ევასებათ ეგრევე იჯერებენ კარგი ბოს ხო მართლა ერთმა ტიპმა გააკეთა წეღან მოსვლა გასაუბრებაზია სამსახურს ეძებს ოთახში ლოდინობს რა აჰა წერას რომ მორჩები გემინის გრამატიკა გაასწორებინე სომხურ ქართული სტატიები ამჭირდება მე საქართველო არწივების დედამშობელი ერეკლეს გამარჯო 1 2 და 3 პოლიკ უფროსი შენახარ ვა ბატონო ემაილ სამსახურს ეძებ ვეძებ რა ეხა კი მუშაობ უკვე მაგრამ არიხდიან წესიანად არსად კიდე ისეთი ხელფასი ეწერა რომ მოვედი რა გასაგებია დავიწყოთ მაშინ გასაუბრება ბატონო ემაილ რამდენად ნაბოზარი შეგიძლიათ რომ იყოთ იმდენად ნაბოზარი რომ ბავშვსაც შემიძლია დავარტყა თუ მაგ სიტყვას კიდევ დამიძახებს კარგი პასუხია კომპანიამ თხრელძირში უნამუსო და გათახსირებული ადამიანები გვჭირდება უნამუსობა ჩემი მოგონილიაცია ძალიან კარგი და რა უნდა გავაკეთო ერთი კვირის წინ იდეა თვითონ მომაწოდე გახსოვს შენ და მამა ჩემმა რომ დალიეც და ტელეფონში ურეკავდი გამომყევი კაცო ნავი მახსოვს კი მერე მაგ დღეს თქვი რომ ჩემი სიდედრის გაშავებაში მილიონს გადავიხდიდიო ხო და ზუსტად მაგას ვაკეთებთ რა ჩემს სიდედრს აშავებთ თუ საჭიროა კი ვის გაშავებაშიც ფულს გვიხდიან ყველას წირს უთხრით რა ვუწერთ სტატიებს კომენტარებს და ვიღაც დებილებს ჯერათ რა აგერ გაიოზი აგიხსნის ყველაფერს გაიოს დაამუშავე ახალი თანამშრომელი და ხო კიდე არავინ არ უნდა იცოდეს რომ აქ მუშაობ გასაგებია თუ ვინმე გითხავს უთხარი რომ დისპეჩერი ვარ ამერიკულ კომპანიაში თქო საქართველო არწივების დედამშობელი მომბრძანდით ბატონო ემაილ ნებიჭო თანამშრომლები ვართ ემაილე დამეძახე პირდაპირ კარგი ემაილ სტარტისთვის უნდა გააკეთო 10 ყალბი აკაუნთი Facebook-ზე, TikTok-ზე, ისეთ პლატფორმებზე, რომელსაც ქართული მასა იყენებს ზოგადად რა.
აჰა. მერე პროფილის ფოტოები დაგვჭირდება. ეგ შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტს დავაგენერირებინოთ. პროფილის ფოტოში ჯობია რომ ეკლესია ჩანდეს. რატო სატანისტებს ვაშავებთ? არა, უბრალოდ თუ ვინმე შენს პროფილზე გადმოვა ნამდვილი ქრისტიანი ქართველის პროფილი უნდა დახვდეს, რომ შენს მიმართ ნდობა გაუჩნდეს რა. აი მაგალითად, შენს პროფილზე ეს კაცია ეკლესიის წინ, გაზიარებული მაქვს სპორტის პოსტები, ვიღაც ბანძი ტიპების ლექსები, რენდომ მამაოების ქადაგობები. ანუ მთელი იდეა ისაა, რომ ტიპიური ქართველის იმიჯი მოირგო რა. რა საინტერესოა? მოგესალმებით, მე ანტონ კუდუწელია ვარ და ახალ ამბებს გაგაცნობთ. თარსულაში უცნაური ჭორების ტალღა დაიძრა. ინტერნეტის საშუალებით ვიგებთ შემზარავ ამბებს ქალაქის მაცხოვრებლებზე. ეგრეთ წოდებულ პაჭუკაკაჩიაზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის აგენტია. ასევე ვიგებთ, რომ თარსულა სკოლაში სოკომ ძვინვარებს, რომლის პირველი მსხვერპლიც გერისო დოლგარმონაძე აღმოჩნდა. თუმცა ეს ყველაფერი არაა. თუ საიტ www.ქრისტიანიმამები.tk-ზე შეხვალთ, აღმოაჩენთ, რომ ქალაქში სატნის მიმდევრებიც კი მომრავლებულან. შეესაბამება თუ არა ეს ყველაფერი სიმართლეს? ყიდის თუ არა ნიუტონ ყოლაჭკუაძე მისი ტერფის ფოტოებს ინტერნეტში. ამ და სხვა თემებზე დილის გამოშვებაში ვისაუბრებთ. აი ბიჭო დამშვიდდი. რა დამშვიდდე? მე გადავები? ნახე ეს ნახე. როგორც პაჭო კაკაჩია სანაცნობოში აცხადებს, ის კიმჩენინის ტრაკის ლოყებმა მოხიბლა. თუმცა სიტყვა მოხიბლა ზედმეტად რბილი ნათქვამია იმ შეპყრობილობაზე, რასაც მეგრელი ახალგაზრდა დიქტატორის მიმართ განიცდის. სწორედ შეპყრობილობით აიხსნება ის ფაქტიც, რომ პაჭო კაკაჩიას ევროპელი ექსპერტების დახმარება დასჭირდა ტრაკიდან ქვიშის გამოსატუმბად. უეჭველი პოლიკაა ძმაო. აი ბიჭო რა დროს ეგა? გერისო თურმე ვაჭიბს დაშორებია. ჩემი შანსია უეჭველი მე უნდა დავკერო ძმა. გერისო და ვაჭიბზე გაიგეთ ბიჭო? კი, მაუგლი გავიგეთ ძმა. გაკრას კაიდროა რომ გერისოს დავეჩალიჩო ხვაზე ხარ. რა უნდა დაეჩალიჩო ძმა? გერისოს თურმე სოკო ქონია და ვაჭიბი აქეთ დაშორებია. რა? სისულელე. ისე იძახი ვითომ კიმჩენინის საყვარელი მე ვარ. წადი შენ დიქტატორს ტრაკის ლოყებზე ეთათუნე ძმა. გერისო. სოკო აქვს? მომენტ ისე რო დაუფიქრდე, მაიცა ხო ძმა რა ვიცი, იმდენ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა აზიარ ვარ ვინამ კიდა ხვაზე ხარ. არა, სულელურად ჟღერს არ მინდა. გერისო. არ მომიახლოვდე, შეიძლება სოკო გადმოგდო თურმე. კარგი რა, ჩემზეც დაწერე სისულელეები, არ მისცე უფლება ამ იდიოტებს რომ გაიმარჯვონ. კი, მაგრამ ვინ არიან ეს ხალხი? ვიღაცა ნაზიბროლა ქალიშვილია ჩემ ინსტაგრამზე შემოძრა და სოკო გაკომისერდა კომენტარებში. მე ვაფშე ის დამიწერეს კიმჩენინის საყვარელიაო. მართლა ხარ? არა, მართლა ვარ. ვერ ხვდები რა ხდება? ტროლები შემოგვესიენ. როლები? ხო, ინტერნეტ ტროლები. ვიღაც ფულს უხდის, რომ ჩვენზე სისულელეები წერონ. ხო, მაგრამ მოკლედ, შენ უნერვიულობ. ახლა მე და შენ დავჯდეთ და პრეზენტაცია გავაკეთოთ. ავუხსნათ ბავშვებს რაც ხდება და რომ მიხვდებიან, რომ ჩვენზე ტყუილებს წერენ, თავს დაგვანებებენ რა. კარგი. პასის დრო არის გააკეთა კიდეც დარტყმაკალის უნარჩულებით და მამცოლს გავახსენდი. 1 2 და 3 ალო. ემაილ, მუშაო, ვაიმე. არა კაცო, მე დილის მეორე ნახევარში მუშაობ ხო იცი რა ხდება? ვიღაც გათახსირებულს დედა ჩემზე დაუწერია რომ სატანისტიაო. ვიზე კაცო, ჩემს სიდედრზე დაწერეს ეგ? ხო, ერთი ამბავია ატეხილი. ეტა რომელმა გათახსირებულმა გააკეთა ეგ? ბიჭო ჩხარა, სახანძრო უკვე გამოვიძახე ვიღაცას დედა ჩემი სახლისთვის მოუკიდებია ცეცხლი. დროზე წადი შენც მიეშველე. რა? სახანძროა გზაში? არიქა! ერთი ორი და სამი სკანდი და პოტ მოვდივარ სიმონ.
1 2 და 3 ყველაფერი რიგზია. სახლში არის ვინმე? არა, არავინ კაცო, დაიკიდეთ, დაანებეთ, დაიწვას თავისთვის იყოს ესე. მოხუცი ქალია სახში. ვიხობს დამავიწყდა ხო ჩემი სიდედრია შიგნით, მაგრამ მაგას უყვარს სითბო და არ უნდა არაფერი იყოს თავისთვის. ხანძარი როგორ გაჩნდა? მოდი ახლა დავჯდეთ და ვიფიქროთ ახლა ჩვენ თეორიებზე. რაც შეიძლება რომ ხანძარი გამოეწვია? მოკლედ ჯობია უკანა კარიდან შევიდეთ. წინა მხარე აშკარად ცუცაცხშია გახვეული. არ ინერვიულოთ ბატონო, თქვენ სიდედრს აუცილებლად გადავარჩენთ. თავს ნუ მოიკლავთ ჯიმა, არაფერი არ უჭირს, დაანებეთ თავი იყოს თავის. უჭენი. რა ახლოს ვიყავი, ბიჭო, რა ახლოს ვიყავი. მაგრამ იქნება უკვე იყოს დასრულებული ეს. ღმერთო, დიდი მადლობა ბიჭებო. არაფრის გალბატონო, ჯანმრთელობას გისურვებთ. ახლა თქვენს კაცები გქვიათ და ჩემს დეგენერატ სიძესაც. უი, ემაილ შვილო აქ ახარ? აქავარ ხო, აქავარ. მაგრამ აღარ ვარ აშკარად საჭირო, წავედი მე სახში. აბა შენიც ქალბატონო დედიკო, ახალ წელს გნახავთ. მოიცა კაცო, სად მიდიხარ? მეც შენთან უნდა წამოვიდე? ჩემთან? ხო, აბა, ჩემი სახლი დაიწვა და აბა სად უნდა ვიცხოვრო? მოგესალმებით. დღეს მე და გერისო პრეზენტაციას წარვადგენთ მკვდარი ინტერნეტის თეორიაზე, ეგრეთ წოდებულ ტროლ ბოტებზე, რომლებიც ფულის სანაცვლოდ ინტერნეტში მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ. ვაიმე, მე მგონი მეგრელი მიგივხთ რაც ხდება. უნდა ჩაუშალოთ პრეზენტაცია. პაჭო გერისოს ეჩარლიჯება. თეორია გულისხმობს, რომ ყველაფრის 80%, რასაც ინტერნეტში ვხედავთ, იქნება ეს პოსტები, სტატიები და განსაკუთრებით კომენტარები, ტროლების, ბოტების და AI-ის მიერაა გენერირებული. ზუსტად ასეა. ტროლების საშუალებით დიდი ორგანიზაციები ცდილობენ ხალხს შეუქმნან განწყობა, რომ თითქოს მოსახლეობის უმეტესობა ერთ კონკრეტულ აზრზეა. ამის მისაღწევად წერენ უამრავ ერთმანეთის მსგავს კომენტარებს, წერენ სტატიებს, ყალბი არარეალური აკაუნტები. კი, მაგრამ მეც პოსტავ ინსტაგრამზე და რა ვიცი, ძმაო, ნამდვილი ვარ. ვიცით რომ ნამდვილი ხარ, პოლიკ. გავაგრძელოთ. ტროლების აკაუნტების ამოცნობა საკმაოდ მარტივია. ტროლი რა არის თო? არტურ, ამ წამს აი ზუსტად მაგას ვხსნიდით. მოსმენა ვერ გავაკეთეთ სავატანე ბოდიში. აი მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ტკბილეულის ქარხანამ გამოუშვა შოკოლადი, რომელმაც ბავშვები მოწამლა. გაბრაზებული მშობელი ინტერნეტში პოსტს წერს ამ საშინელ ქარხანაზე, რომელმაც შვილი მოუწამლა. ამ დროს შოკოლადის ქარხანა ქირაობს ტროლებს, რომ ამ ქალის პოსტი გახსნან და საშინელი კომენტარები დაუწერონ. ხომ, მაგალითად დაუწერდნენ, რომ ქარხნის კი არა, მშობლის ბრალია. ყურადღება რომ არ მიაქცია მისი შვილი რას ჭამდაო. ხო, ან დაუწერენ, რომ დიდი ამბავი გერმანიაშიც იწამლებიან ხალხის შოკოლადითო და რა მოხდაო და ასე შემდეგ რა. ბოდიში რა ეს ვიდეო ტობებზე სუმეძინება. როგორ ამოვიცნოთ ტროლის აკაუნტი? ახლა მოვიძიე ინფორმაცია მკვდარი ინტერნეტის თეორიაზე და ასე წერია, რომ ეგ კონსპირაციული თეორიაო, ძმაო. სად მოიძიე ეგ მაგარი ინფორმაცია, აბა? ინტერნეტში. აჰა, მოკლედ, ტროლების ამოცნობა. ოლი გაჩერდი. მოკლედ, ტროლის ამოსაცნობად. მოდი აქ, ბიჭო. ბიჭო. მოყევით, აბა რა მოხდა? ეს პიროვნება თავის მაგივრად რომ სატელიტის თეფში აქვს პრეზენტაციას მიშლიდა. რა გინდა ჩემთავთან ძმაო, ჩვეულებრივი ზომისა. რა ჩვეულებრივი იმხელა ზეთქუდის მაგივრად კარავს თუ დაიხურებ. ჯიბეში მაქვს 2 ლარი, დაიჭირე ჩოილარი. ჩაიკმიდეთ ხმა. სულ ერთი და იგივე გაგონილა? რა ვერ გაიყავით თქვენ ორმა? ქალბატონო 100 კილო მე რა შუაში ვარ, ტიპი დაფასთან იდგა და ლექციას კითხულობდა იმაზე, რომ ინტერნეტიო მკვდარიაო და თქვენцоს ყველა მკვდრები ხართო და ყვანს რაც ეგრე იყო. აიგრე ძმა. ქალბატონო 100 კილო, ეს რეგვენიც მოგიყვანეთ, ვერ ვაჩერებ გაუჩერებლად აკუებს კლასში. მაუგლი, შენ რაღა დაგემართა. რატომ აკუებ კლასში? არ ვაკუებ. აი კიდე. რა მას, არაფერს არ ვაკეთე. ამ წამს ჰაერი გააფუჭე. არ გამიფუჭებია. საკმარისია. კარგით რა ქალბატონო დირექტორო 100 კილო, გადაობაა რა, თქვენ წადეთ მიდი. რა ვცადო, კაცო, გასულერდი თქვენ სულ? კაი ხო. ჯაი, ჯვით მას. თქვენ ორნი წაეთრიეთ ახლა სადამსჯელო ოთახში. ღამემდე იქ იქნებით და გაკვეთილებს გააკეთებთ. ხვალაც იგივე მოგიწევთ.
მაუგლი შენ კიდე ხვალ მშობელს მომიყვან. კმაყოფილი ხარ? სუქანა კარენივით შენ შევმახტი და მე რა შუაში ვარ. ომარ, სასტრაფოდ სკოლაში შარვალი, ტაშტი და წყალი მომიტანე. არ აქვს მაგას მნიშვნელობა, რასაც გეუბნები გააკეთე. ბიჭებს სალამი. ბარევ ემაილ ბარევ. გაუმარჯოს. უფროსი სად არის? არა, დღეს დასჯილია. სკოლაში დატოვეს. შენ შვილთან მოვიდა ჩხუბი. აუ მე რა დამემართა იცით ბიჭო, გუშინ ხო წერა ჩემი ტროლ აკაუნტებით ჩემი სიდედრის ფუბუზე რაღაცები და ვიღაცამ მაგის ახს ცეცხლი მოუგიდა. მეთქი მეშველა არიქა თქო, მაგრამ გადარჭა ეს დედა მოტ და ახლა ჩემთან ცხოვრობს. ვახ რა მაგრად ეხავს ჩვენი კარგის ხი გავაკეთეთო. შენ ბიჭო ისწავლე ქართული თორე გაგლახავს ვიღაცა მაგრად. მოკლედ პოლიკამ გრუპ ჩატში მოიწერა მესიჯ ბოქსი. დღეს ბევრად მეტი შეკვეთაა შემოსული. დავაი დავიწყოთ მუშაობა დავწყოთ მაშინ. ვაი შეხ ისტორია წიგნებიდან რომ იცი მაგიტო გონია სტალინი ცუდი კაცი. ევროპელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სარეცხი ჟელეს თავზე შეზილვით სიმელოტის დამარცხებაა შესაძლებელი. ეს ჟელე ბევრ მაღაზიაში იყიდება. ტრამპმა დარეკა ძმა, დაუპუტია თურმე ყველაფერი თეთრ სახლშიო ამერიკას არ წააგებინოთაო. არის ბიჭო ძმა კაცობა გოგოს რომ ახევ ხო იცი რო კერისო მე მევასება ძმაო რას ეჩალიჩები ან დასვიაზება თუ გინდოდა გეკითხა ძმაო იქნება გაძლევდი დაბროს ზურგს უკან რო კერავ თურმე ძმა აუ რა ვოისებს მიგდებს ტიპი ჯახან მომისმინე ბიჭო მე ასეთ გეუბნები რო კერისოს არ ვეჩალიჩები მეთქი სულ სხვა თემაა გამოვალ სკოლიდან ცოტა ხანში და ვიბაზროთ ვა დაწყეჩენ და ჭახანამ ძმა დაუჭდა ღრიჭო თქვენ უტეხს მაკაცობას არაფერი არ დაგვიცხია რაღაცები არასწორად გაიგო უბრალოდ მოგვარდებით მაგაზაც ნახავთ თუ მოგვარდებით შეპარტახო შენა გაიოს უკვე მივწერე რომ შენზე და გერისოზე კაი კომენტარები წეროს რანაირად მომჩერები ხარ შენ შარზე ხო არ ხარ რა კომენტარები და პოსტები იწერება ბიჭო შენზე და გერისოზე ყველა იძახის რა მაგარი წვილიაო ბაზარი არა ძმა ბაზარი არა ძმაკაც რო გოგოს ახევ არ გიტყდება ბიჭო შენ ჩალიჩობ ხო ამ ყველაფერს არა რაც აქვართ ჩემი და ჭახანას ვოისებს უსმენ და ახლა უცებ ინტერნეტში ჩემზე და გერისოზე იდება პოსტები ვისაბოლებ ბიჭო ტროლი ხარ შეჭისა ნუ ჩართი ახლა რა ეს მეგრული ეჭვიანობა ხო ზუსტად ვიცი რომ შენ ხარ ბიჭო ალბათ გაიოზიც აიყოლე და სავარაუდოდ ის ენა არტურაც კიდე აი რო გიჩივლებთ და პატრული რო დაგადგებათ მერე ნახავთ აი მიდი მეთქი დაარეკე პოლიციაში მე 14 წლისთვის ჯერ არ მიმიღწევია მამა შენს დაიჭერენ მარტო ატრაკებ მამა შენი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია ბიჭო ვინმესთან ხმას ამოიღებ და ციხეში მარტო მაგას გააქანებე ახლა კარგად მომისმინე ბიჭო რა ხდება დავიწყებ დავთარცები ფიშლა ტიპები არ მევაცები მაშებს საუყრი დამავდებ სკოლას თელი თარცულა მაფასებს ხოდა სტერეოტიპებს რომ მივსელებე თარცულელები მასულელებენ სუთასულები თავსგასულები შაუ ჩვენზეა დათარცულები გაიგაიოს დამშვიდი დათარცულები მეგრელების ბრალია დათარცულები